გამარჯობა, მე ელენე სვიტარიძე ვარ, დიზაინერი და დღეს Citizen-ის შემეცნებითი სერიების ფარგლებში ინტერიერის ყველაზე შეგრძნებად ნაწილზე, მასალებზე ვისაუბრებთ. Რომ დავისესხოთ ბუნებას, რომელიც თავისი ფერებითა თუ ტექსტურებით უდიდეს შთაბეჭდილებას აქცევს ჩვენზე, მივხვდებით, რომ ინტერიერის დიზაინით ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს. მოდით ვისაუბროთ ბუნებრივ მასალებზე. ყველა ბუნებრივ მასალას თავისი ხასიათი აქვს. და შესაბამისად ამ მასალების ინტერიერში გადმოტანაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენს განწყობაზე. მაგალითად თქვა, საუკუნეების განმავლობაში ინტერიერის შეუცვლელი მასალაა, რომელიც სიმტკიცისა და სტაბილურობის განცდას გვაძლევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჩვენი მწინაპრების გამოქვაბულებში ცხოვრების მოგონებაა, რომელიც დაცულობის განცდას გვიბრუნებს. დღეს ქვა გამოიყენება როგორც კედლების და იატაკის მოსაპირკეთებელ, ისე ავეჯის დასამზადებელ მასალად. იმისთვის, რომ ინტერიერმა ზედმეტად მკაცრი ან ცივი აურა არ შეიძინოს, მნიშვნელოვანია ქვის მასალის სწორად დაბალანსება და კომბინირება სხვა ბუნებრივ მასალებთან. ხე კი სითბოსთან, კომფორტთან და ემოციურ ბალანსთან ასოცირდება. მასთან როგორც შეხებას, ისე სუნს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვენზე. ხის ტექსტურული მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს მოვარგოთ ნებისმიერ სტილს. ამიტომ თამამად ვიყენებთ სხვადასხვა სახის ინტერიერში. ის ნებისმიერი ფორმით და ფერით ერგება ჩვენს საჭიროებებს და რაც მთავარია, თითქმის ყველა მასალასთან ჰარმონიულად თანაარსებობს. ინტერიერის დიზაინში ხშირად ვიყენებთ კონტრასტული მასალების დუეტს. ხე და მეტალი, ქვა და ტექსტილი, ან ბეტონი და ცოცხალი მცენარეები. ამ კომბინაციებით შეგვიძლია საკმაოდ ეფექტური შედეგი მივიღოთ. გასათვალისწინებელია, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა ფაქტურის თუნდაც ერთი და იგივე მასალის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება დიზაინში ქაოსი შემოიტანოს. და რომ შევაჯამოთ. ინტერიერი არის როგორც ფუნქციური, ისე ემოციური სივრცე, სადაც ბუნებრივი მასალები თქვენზე ჩუმად, მაგრამ ძალიან ძლიერად ზემოქმედებენ. დღეს ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.